დიდება უფალს. Слава Господу! ჩვენ შევიკრიბეთ უფლის წინაშე. Мы собрались пред лицом Божьим, რომ მოვისმინოთ ღვთის სიტყვა, чтобы послушать Слово Божие, რომელიც არის ცოცხალი და მოქმედი. которое живо и действенно, ყოველგვარ როლისწილი მახვილზე უფრო ბასრი. и оно острее обоюдоострого ეს меча. სიტყვები მომივიდა ახალი წლის წინა დღეებში, И эти слова ко мне пришли перед Новым როცა годом, 50 წელი კალენდარი გამომიგზავნა ჩვენ ძმამ ბათუმიდან. и наш брат послал 50 календарей с Батуми. მე ვიტალის დაურეკე ჩვენ 50 წელი კალენდარი გვაქვს თქო და ვიტალი მითხრა ჩვენცა გვაქვს 1 2 5 გვაქვსო. И я позвонил брату Виталию, он сказал, у нас тоже есть новые календари, 2 ящика. და მე უფლის სიტყვა მოვიდა ზუსტად ეს, რომ ღვთის სიტყვა არის ცოცხალი და მოქმედი, ადექი და დაარიგე სხვაგან, არა ეკლესიაში. А потом пришло вот это слово от Господа, что Слово Божие живо и действенно, и раздай эти календари не в церкви, на улице раздавай. მე წავიღე და შობაზე დავარიგე იქ ჩემთან სამსახურში ირგული ყველგან. И я вокруг своей работы везде раздал в Рождество. მე ვნახე აქ ბროშურებში პირველივე გვერდზე, მოვიდეთ, კალენდარში პირველივე გვერდზე ეწერა მოინანია და იწამეთ სახარება. И на первой же странице календаря было такое слово: покайтесь, уверуйте в Евангелие. და სხვაგან ეწერა მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოვდა ღვთის სასუფეველი. И в другом месте было написано: покайтесь, ибо приблизилось Царствие და კიდევ Божие. მრავალი ადგილები იყო მოყვანილი ამ Было еще много мест из Писания в этих календарях. მე ვნახე, ვისაც ვადლებდი, ზოგი როგორ იტაცებდა ამას, რომ წაიკითხავდა, ეგრევე ჩაიხუტებდა, ზოგმა მანქანაში ჩადო, ეგრევე სიხარული. И я видел, как некоторые с радостью брали эти календари, когда смотрели, что это такое, и с радостью как бы прижимали к груди. ზოგმა გამომართო, რომ წაიკითხა დადო. И некоторые взяли, почитали и положили. ეს ძალიან შეეხოთ ეთხოვათ. Наверное, очень сильно их коснулось. მე ვიცი, რომ ღვთის სიტყვა არის ცოცხალი და მოქმედი. Я знаю, что Слово Божие живо и და действенно. ყოველგვარ როლესილ მახვილზე И оно ბასრი. острее обоюдоострого და როცა меча. მას ისმენ, И когда ты слушаешь его, როცა ღმერთის სიტყვას ისმენ, когда ты слушаешь Слово Божие, ღმერთის სიტყვა ცვლის შენს ცხოვრებას. тогда Слово Божие меняет твою жизнь. როგორც ჩემი ცხოვრება შეცვალა, Как Он изменил мою ისე жизнь, ცვლის ადამიანის ცხოვრებას, так ნებისმიერი Он ადამიანის. меняет жизнь любого ბევრი человека. ეკლესიაში დადის, მაგრამ ღვთის სიტყვას არ კითხულობს. Многие ходят в церковь, но они не читают Слово Божие. გონიათ, რომ უკვე წაკითხულია. Думают, что то, что они прочли, достаточно. ან ჩემსავით სკოლაში რომ ჩემ მშობელი რომ ეთყოდა ხოლმე ისწავლე გაკვეთილები და ვიცი მეთქი ვეუბნებოდი. Или когда я была в школе, и когда родители мне говорили, изучай уроки, я говорил, я уже знаю. ამ დროს უარ ავსწავლობდი იმ წიგნებს. А в то время я вообще не და არც учился. ავფურცლავდი ხოლმე იმ წიგნებს. Даже не перелистывал იცით книги. რომ როცა ახალ წიგნს გაძლევენ, მიკროვილია ხოლმე ეს გულები. Когда дают новую книжку, страница, иногда они прилипшие друг к другу. და იმისათვის რომ გააცალკეო, საჭიროა ორი ხელით და გააცალკეო ეს И иногда обязательно двумя как бы употребить 2 руки, чтобы эти страницы отделить друг от როგორც друга. მაჩუქეს ისე მედო, როგორც И как мне давали эти книги, так они и არ лежали. კითხულობდი, Я их не читал, არ ვსწავლობდი. я не учился. მაგრამ მანამდე სანამ უფლის სიტყვა არ შემეხო. Я не учился до того, пока Слово Божие не მანამ коснулось меня. უფალი არ შემეხო, До того, как Господь меня коснулся. არ მაინტერესებდა წიგნები. Меня это все не интересовало, книги მაგრამ не როგორც კი интересовали. დამელაპარაკა ის, Но как только Он заговорил со мной, ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. моя жизнь радикально изменилась. მე არ მესმოდა სახარება. Я не понимал Евангелие. შენ დროს სახარებები არ იყო. В наше время не было Евангелия. თუ ინმეს კონდა ხელით გადაწერილი Если კონდა. у кого-то было, они были переписаны от руки. და ისიც თუ მოისმენდი ღვთის სიტყვას ეკლესიაში. И если бы ты все-таки услышал Слово Божие, это происходило в церкви.
და ეს სიტყვა ძლიერად მოქმედებდა ადამიანებზე. И это слово очень сильно действовало на людей. მათ შორის ძალიან კურთხეული ეკლესია იყო ჩვენი. И наша церковь была очень благословенной. ადამიანები მოდიოდნენ სულიწმინდის კარნახით. И люди приходили под водительством Духа Святого. ავადმყოფები, შეპყრობილები Больные, связанные. და ასე შემდეგ და ასე И так далее. შემდეგ. და სულიწმინდას პირდაპირ მოყავდა ეკლესიაში და სვავდა. И Дух Святой приводил их и как бы сажал в церкви. და როცა ისმენდნენ ღვთის И სიტყვას, когда они слышали Слово ღვთის Божие, სიტყვა ათავისუფლებდა მათ. Слово Божие их освобождало. მე მახსოვს ერთი ახალგაზრდა კაცი Я помню одного молодого человека. მოვიდა ეკლესიაში Он пришел в церковь და მიკითხა მე и спросил меня, 5 წუთი იყო დარჩენილი მსახურებამდე. до окончания собрания было 5 минут. მან მითხრა მე ავტომ გამომგზავნა. Он сказал, меня послал авто. ავტო იყო მისიონერი კახეთის ეკლესიაში. И авто был миссионером в Кахетинской церкви. მას 21 მსახურება ჰქონდა მთელი კვირის მანძილზე. И в течение недели у него было 21 служение 21 სოფელში. в 21 селах. გამუდმებით შრომობდა. Постоянно он был в труде. და ეს ბიჭი გამოგზავნა ჩემთან. И этого мальчика, человека, он послал ко мне. ახალგაზრდა ბიჭი იყო დაახლოებით 30 წლის. Молодой мужчина, 30 лет приблизительно. მე ვკითხე რა მოგიყვანა აქ? Я спросил, что тебя привело сюда? მე იცით რა, მე ეშმაკს ვეძებდიო. Он сказал, знаете, я искал дьявола. სად ეძებდი ეშმაკს მე ვთხარ? Я спросил, а где ты его искал? ორღობებში ვეძებდიო. На перекрестках, на улице, დინარის პირებში, у реки искал, ჭაობებში ვეძებდიო. в болотах искал. ვერ იპოვე მეთქი? А потом я спросил, ты не нашел его? ვიპოვეო. Да, я, говорит, нашел. მაგრამ ეხლა მისგან როგორ А განთავისუფლდე არ теперь как ვიცი. мне освободиться от него, не знаю. მე ვთხარი ეხლა მსახურება იწყება. И я сказал, сейчас начинается აი служение. წინ მამაკაცები როზიან იქ დაჯექი შენს. Вот впереди сидят мужчины, сядь ты. მოისმე ღვთის სიტყვას Услышишь Слово და Божие, ღვთის სიტყვა и გაგანთავისუფლებს შენ. Слово Божие освободит тебя. თუ ესე არ მოხდა, Если так не произойдет, სახურების მერე დაგელაპარაკებით. после служения поговорю с тобой. აი პირველი ქადაგების მერე ის ახალგაზრდა კაცი წავიდა. А после первой проповеди этот молодой человек და სამი თვის ушел. მერე დაბრუნდა. И он пришел через 3 месяца. მან მითხრა რომ ნამდვილად მართალი იყავიო, Он сказал, что ты прав был. როცა მოისმინე ღვთის ситყვა, Когда я услышал Слово Божие, ღვთის სიტყვამ გამანთავისუფლა მე. Слово Божие меня освободило, ნორმალურ ცხოვრებას и დაუბრუნდიო. я вернулся к нормальной ეხლა жизни. სულ ნორმალურათა ვარ. А сейчас я живу нормально. ეხლა ჩემ მეგობარს საჭირდება იგივე А დახმარება. теперь мой друг нуждается в такой же помощи. მეოთხარი Я გახსოვს რა сказал, გითხარი შენ? Ты помнишь, что я Гахсос тебе винга говорил? гантависплаше. Ты помнишь, кто тебя ხოდა освободил? შენც ასე მიიყვანე იესოსთან ეს ადამიანი И რო ты განთავისუფლდეს. приведи того твоего друга ко Христу, чтобы он რამდენად освободил. ჩვენ მორწმუნეები ვართ? Насколько мы верующие, რამდენად გწამს ღმერთისა? насколько мы веруем в Бога. როცა მარკოზის სახარების ბოლო მუხლებს კითხულობთ, Когда мы читаем последние стихи ბევრს от მოსმენილი Марка, გაქვთ, ბევრს საკითხული გაქვთ, многие слышали, многие читали. მაგრამ ხშირად ჩვენ ვიძახით მორწმუნეები ვართ, მაგრამ Часто мы говорим, Маграм. что мы верующие, но მოდით ამ ადგილს ავიკითხავ, виსაც სახარება აქვთ, и я Твали почитаю вадевно, это место амадгиз. Писания, и у кого есть Евангелие, будем наблюдать, смотреть, читать. ქრისტე აღდგა. Христос воскрес! ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. Христос воскрес! ჩვენი დღეს შობა არის, რა დროს ქრისტეს აღდგომაო, ხო მართალია? Может быть, кто-то скажет, сегодня Рождество, причем тут Მაგრამ მე გეტყვით, воскресение ქრისტე Христа. აღდგა. Но я говорю вам, что Христос ის აქ არის, ჩვენ воскрес, შორის არის и Он среди და нас. ჩვენ მე უბრალოდ ვახმოვანებ მის სიტყვას. И я просто озвучиваю Его Слово. ვახმოვანებ. Я просто это რადგან ეს озвучиваю. სიტყვა არის ცოცხალი და Потому მოქმედი. что это слово, оно живо и действенно. ნახეთ, ქრისტე აღდგომის შემდეგ მოწაფეებთან მივიდა და ხედავს ესენი უბრალოდ ზიან.
И после воскресения Христос пришел к ученикам, и მე-16 видите, თავის მე-14 მუხლიდან ვიდა. они просто сидят. Это მოგვიანებით ეჩვენა იმ 12-ს ინახათ ხსარ და უსაყვედურა ურწმუნება და გულქვაობა ვინაიდან არ ირწმუნეს მათგან ვინც აღდგარი იხილა იგი. наконец явился самим 11 и возлежавшим во время вечери и упрекал их за неверие и жестокосердечие, что видевшие его, воскресившего, видевшим не поверили. მე მინახია ეკლესიები. Я შეიძლება ვარ видел სხვადასხვა церкви, ეკლესიაში я часто бываю в разных церквях. და მინახია როგორ გითხრათ რა, აი ესეთ მდგომარეობაში ადამიანები. Я видел людей вот в таком положении. ურწმუნოება და ეჭვი. Неверие и сомнение. ურწმუნოება რომ ქრისტე აღდგა Неверие в том, что Христос და იგი воскрес, ყოვლის შემძლეა, и в том, что Он всемогущий. როგორც იერემიას ციხეშია დაწერილი. Написано у Иеремии. უფალი ამბობს, განა არის რამე შეუძლებელი ჩემთვის. Господь говорит, неужели есть что-то для меня невозможное? თქვენ როგორ ფიქრობთ, განა არის რამე შეუძლებელი უფლისათვის? Как вы думаете, неужели есть что-то невозможное ეს для სიტყვები ჩვენ Бога? გულში უნდა გქონდეს. Эти слова мы должны иметь в რადგან наших წმენა сердцах, არის მოსმენისგან, потому что вера от слышания, მოსმენა უფლის а სიტყვისაგან. слышание от Слова Божьего. შემდეგ უთხრა მათ ეს სიტყვები. А потом он сказал им эти слова. გადით წუთისოფელში და ყველა ქნილებას უკადაგეთ სახარება. Идите по всему миру и проповедуйте Евангелие всему творению. ჩემო ძვირფასო დებოდა ძმებო. Мои дорогие братья и сестры, მე ვნახე დები, я видел როგორ сестер, უკადაგებდნენ ხალხს, как они благовествовали როგორ людям, ახარებდნენ ხალხს. как они благовествовали და людям, მათ ხარებაზე დაფუძნდა ეკლესიები. и на их благовествовании сожидались церкви. მე ერთხელ ერთმა ჩვენმა დამ წაგვიყვანა ქარელის რაიონის სოფელი ფცა იყო ესეთი. И одна наша сестра пригласила, повела нас в Кахете, в Карелии, в одном селе. მე ახალგაზრდა კაცი ვარ. Я молодой ჯერ ეხლა человек, ვიდგავ ფეხებს ამ ახარებლო მსახურებაში. только-только начал как бы благовествовать. ორი მანქანით ვიყავით. Мы были на 2 машинах. კოლმეურნეობა იყო, ვინც იცით, ვისაც გახსოვთ, კოლმეურნეობა, გახსოვთ კოლმეურნეობა. Тогда были колхозы, если кто და помнит, ამ სოფლის знает. ხალხი შეგროვილია მინდორში. И люди из этого села, они на поле. და ჩვენმა და ვენერა ერქვა მას გაგვაჩერა, გითხრა გააჩერეთ. И наша сестра Венера, она нас остановила. გაგვაჩერა, Мы остановились. აქ ღობი არის, სეტკა Была сетка. და იქით ხალხი И მუშაობს. там люди работают. ეს ჩვენი და გადმოვიდა მანქანიდან Наша сестра вышла из машины და დაუძახა მათ. и позвала их. ხალხო, ჩემი ხალხი ჩამოვიყვანე, მოდით ყველა, მოდით Люди, ყველა. я привела моих людей, приходите все. ჩვენ გაოცებული უყურებდით მათ. Мы с удивлением ეს смотрели на ყველა них. ხალხი ეს კოლმეურნეობიდან მოვიდა იქ. Все они пришли. ჩვენ უკადაგეთ, Мы им благовествовали, ვიგალობეთ, мы прославили Бога, დავლოცეთ пением, ის ხალხი благословили этих და людей გავაგზავნეთ გზა. и продолжили наш და путь. ეხლა სოფლის შესასვლელი არის. И потом вход в деревню. ჯერ სოფელში არ შევსულ ვარ. Мы еще не входили в деревню, გაგვაჩერა. остановила, კი გააჩერეთ აქ. сказала остановитесь. ჩვენი და გადმოდის მანქანიდან Наша сестра выходит из და машины, შედის სოფელში входит в село. და ყველა სახლიდან ეძახის სახელებით მოდით, ჩემები ჩამოვიყვანე, მოდით, И მოვძანდით. она звала из каждого дома людей, говорила, выходите, приходите, я привела своих მე людей. მინდა გითხრათ, რომ კომუნისტების დროა, И я хочу вам сказать, что это время коммунистов. ქადაგება არ შეიძლება. Проповедовать нельзя. ქადაგების გამო ციხეში არის Из-за ხალხი. этого люди уже сидели в тюрьмах. და ძალიან ბევრი ხალხი იჯდა ამ დროს И ციხეში. в это время многие из-за этого сидели в მე არ тюрьмах. ვიცი ეს. Я не знаю. მაგრამ მე מחარებელი ვარ, უნდა ვახარო. Я благовестник, я должен მაგრამ მე благовествовать. აი ამ ჩვენ დასთან შედარებით მე რა מחარებელი ვარ. აი ეს არის Но מחარებელი по თუ არის? მე რა сравнению מחარებელი с ვარ? этой нашей сестрой, какой я благовестник? Она благовестник.
თქვენ ჩემო ძვირფასო დებო, თქვენ Мои ძლიერი дорогие მახარებლები ხართ, сестры, რო вы იცოდეთ. сильные благовестницы. მე გაოცებული ვიყავი სიმართლე გითხრათ. Я был очень удивлен. ჩვენ ვიქადაგეთ იმ დღეს იმ სოფელში. Мы тогда проповедовали в том селе. ჩვენი ჯგუფი იყო დივერსანტების. Наша группа, как бы группа მახარებლების диверсантов, ჯგუფი, რომელიც которые благовествовали. დავეცემოდით სოფელს, Мы как бы нападали на село, რომ ნიადაგს ჩვენი დები ამზადებდნენ а ხოლმე. почву подготавливали наши сестры. ვიქადაგებდით ქრისტეზე Мы там проповедовали და Христа წამოვიდოდით. и уезжали. ხუცესმა არ იცოდა ეს. А пастырь этого и не знал. ხუცესი გვიგზავნოდა ჩვენ ქადაგებას. Тогда пастырь запрещал нам это იმიტომ რომ делать. კგბ-ს თანამშრომლები Потому იჩნენ что ეკლესიაში. как бы сотрудники КГБ, они бывали на კგბ собраниях. აკონტროლებდა ეკლესიას. Они контролировали церковь. და ამიტომ ხუცეს არ შეეძლო მიდი წადი და იქადაგეთ. Поэтому пастырь не говорил, идите проповедуйте. მაგრამ სულიწმინდა შეეძლო ესე თქვა Но Дух ჩვენთვის. Святой мог это нам сказать. სულიწმინდა შეუძლია შენ Дух გითხრას. Святой может тебе წადი და сказать, იქადაგე. иди и проповедуй. რა გიშლის ხეს? А что тебе мешает? კგბ დაგიჭერს თუ ფსბ дагиჭერს? Что тебя как бы თუ арестует? უშიშროება გიჭერს? Что тебя посудит в იქნებ тюрьму? სატანისა გეშინია. А может быть, боишься дьявола? წადი და იქადაგე. Иди и აქ благовествуй. მორწმუნეებზია ლაპარაკი. Здесь говорится о არ верующих. ვიცი, არიან მორწმუნეები აქ? Не знаю, здесь есть верующие? არა, 1 2 3 კაცი. Раз, два, три. მართლმადიდებლები არიან? А православные есть? 50-იანელები? Пятидесятники. 1 კაცი. Один. ბაპტისტები Баптисты. და ქრისტეს А христиане? მორწმუნეები? А верующие? ვაიმე, Плохи дела. ვაიმე. მორწმუნეები ხალხო. იცით Верующие რაზეა людей. ლაპარაკი? Знаете, о чем речь? მეც მეკონა რომ მორწმუნე ვიყავი, Я სიმართლე тоже გითხრათ. думал, что я был ერთ სოფელში верующий. დაგვპატიჟეს, ეს არის გამარჯვება В одно село, в Гамарджуеба. და გამარჯვებაში მივედით Я пришел და туда ხედავ რომ ჩვენ და დის შვილი არის и შეპყრობილი. вижу, дочка, не, сын нашей сестры, он одержимый. დოჩ, ნაშე Дочь. სესტრი О. ბილ აძერჟიმოი. შეპყრობილი. მე ავიღე სახარება. Я ის взял. მაპატიეთ ოთახში იყო დამწყდეული, არ უშვებდნენ И ოთახიდან. эта одержимая была заперта в комнате. მე ახლა ახალგაზრდა კაცი ვარ. А я молодой человек. ავიღე სახარება. Взял Евангелие. არ ვიცი რა ადგილი წავიკითხე, მგონი ეს ადგილი წავიკითხე, რასაც Не კითხულობ. знаю, наверное, я почитал вот это место из და უთხარი Писания. იესო ქრისტეს სახელით Сказал, გამოდით მეთქი. именем Иисуса выходите вон из და нее. აქ შიგნით ვიგზენი, რომ დამცინოდნენ А ისინი. внутри я почувствовал, что эти нечистые духи смеялись надо мной. დამცინოდე და Они მამას ხარავდნენ. смеялись, они издевались надо мной. მეთქი ღმერთო, შენ ხო თქვი რომ ჩემს მორწმუნეებს ექნება ეს ნიშნები. Ну, Боже, Господи, Ты же сказал, что верующие будут иметь эти ესენი знамения. დამცინია. А они смеются надо мной. ესენი რატო დამცინია? Почему они смеются? მე ხო შენი მწამს. Я же в Тебя верую. რატო დამცინიან ესენი? Почему они смеются? დასაცინი ვიყავი და დამცინოდნენ. Было за что, поэтому и смеялись. მარტო თქვა რომ მორწმუნეა არ არის საჭირო რომ ეს მოკები Просто გავოდიოდნენ. говорить, что ты верующий, этого недостаточно. არ არის საკმარისი. Это недостаточно. მოდი გავაგრძელებ. Давайте продолжим. გადით წუთის სოფელში და ყველა ქნილებას გადაგეთ სახარება. Так. Идите по всему миру и проповедуйте Евангелие всему ვინც творению. ირწმუნებს და მოინათლება გადარჩება. Кто будет веровать и креститься, спасен ხოლო ვინც будет. არ ირწმუნებს, ჯავდადებული იქნება. А кто не будет веровать, осужден будет. მორწმუნეებს У კი веровавших თან же ახდება ასეთი ნიშნები. будут сопровождать эти знамения. ჩემი სახელით ეშმაკებს განდევნიან. Именем моим будут изгонять бесов. შენ ხო თქვი ღმერთო, Боже, ты же сказал, რომ ეშმაკებს გამდენიდი. что буду изгонять бесов. რატო დამცინიან ისინი? А почему они смеются? მე პასუხი არ მქონდა. У меня не было ответа. დრომდე, Какое-то время, დრომდე. до поры. იმიტომ რომ საკმარისი არ არის რომ დაგელაპარაკოს ღმერთი და ყველაფერი შეცვალოს შენ ცხოვრებაში.
Потому что недостаточно, чтобы Бог сказал и чтобы Он изменил все в твоей მე ვთქვი, жизни. რომ ღმერთის სიტყვამ შეცვალა ჩემი ცხოვრება. Я сказал, что Слово Божие изменило мою жизнь. მე არ მithქვას, მაგრამ წიგნებს, რომელსაც არ ვკითხულობდი, დავიწყე წაკითხვა. Я, не читая Школе книги, я начал читать книги, начал школьные книги გაკვეთილებზე, читать. რომელზეც ვიმალევოდი, მას შემდეგ რაც უფალი დამელაპარაკა, ხელი მაღლა მქონდა, ყველაფერს ხვებოდი. И после того, как Господь заговорил со мной, я все время учил и поднимал руку на все уроки. ძალიან კარგი მოსწავლე გავხდი იმ სკოლაში. И в этой школе я стал очень хорошим შემდეგი учеником. გადავედი პროფსასწავლებელში. Потом я в профучилище перешел. 3 წელი მე დაფაზე ვიყავი. И 3 года я как бы вот на доске почета висел, ხუთოსნების დაფაზე. фотография და висела. ბოლოს მასწავლებლად ტოვებდნენ. И потом они хотели меня оставить Тумца как увари преподавателя, и я отказался. ნუ მე არ მოყვები, ბევრი თავგადასავლები მაქვს, მე ჯარში ვიყავი, ჩამოვედი და მე ჩემი ჯგუფი შევქმენი ეკლესიაში და ასე შემდეგ. Было ბევრი много რაღაცების მოყოლა შემილია, იმიტომ რომ приключений. ყველაფერი რაც კი მაქვს და რა ისტორიებიც მაქვს, ეს ძალიან ბევრია, უფლის მადლი და წყალობით არის ეს ყველაფერი. Все мои истории и все, что я смог сделать, это по благодати Божией. შემდეგ 90-იანი წლები ვისაც გახსოვთ, И потом, если кто помнит уже 90-е годы, დენი არა, нету света, გაზი არა, газа тоже нету, სამუშაო ნაკლებად. и работы было мало. თითქმის ომში ვიყავით 13 წელი. И почти как на войне мы были 3 მიუხედავად года. ამისა, Несмотря на это, ხუსესმა მითხრა, უნდა წახვიდე და იქადაგო. пастор сказал, ты должен идти и проповедовать არაგვის ხეობაში. в ущелье Арагви. და ჩვენ წავედით არაგვის И ხეობაში. мы пошли в ущелье Арагви. ადგომიანთკარი, სადაც ჩვენ ძმა ვიტალის ახლა სახლია, ის И სოფელი. Алтгумянткари, это где сейчас наш пастор Виталий живет. შემდეგ იყო არაგვისპირი, И село Арагвиспири, მეზრიანთკარი, Мезуянткари. Там Да. рядом села. და ჟინვალი. И в Жинваль. ეს 4 მსახურება ქონდა ერთ დღეს. И эти 4 служения было в один день. სან დავამატებდით ხოლმე ბირჟის მსახურებას, Еще мы добавляли служение на бирже. ბაზრის მსახურებას, ბირჟაზე, აი ქალაქ ზაფხულობით ხალხი გამოდის ხოლმე და ზის გარეთ და ბირჟას ვეძახით. И когда და იმ люди ხალხთან მიდიოდით და კიდევ летом გადაგებდით. сидели на улице, вот мы ими благовествовали. მე ბაზარში მიდიოთ იქ წითელ სოფელში. И мы ходили еще на базар, Красное თქვენ село. იტყვით შეიძლება Чепецовали. დაღლილი ჩამოვდიოდი იქიდან. Вы можете подумать, что я оттуда уставший არ приезжал. არსებობდა ეგეთი რამ. Не было такого. დაღლილი აქედან მივდიოდი Я отсюда уезжал уставший. და პირველივე სოფლიდან რო დაიწყებდა უფალი, И с первого же села, когда Бог начинал, საოცრებები ხდებოდა. происходили чудеса. ბევრჯერ ხელში აყვანილი ყავდით სულიწმინდას, ძალიან И ბევრჯერ. часто, очень часто Дух Святой как бы нес меня на руках. და ეს დიდებული წლები იყო. Это были прекрасные და годы. ყოველთვის როცა ახარებ, И всегда, когда ты благовествуешь, ნუ წახვალ მარტო. не ходи один, წადი ღმერთთან ერთად. иди вместе с Богом. შენი ბაგი გადაეცი სულიწმინდას. И свои уста передай Духу და Святому. სულიწმინდა იტყვის იმას, И Дух Святой скажет то, რაც შენ გჭირდება, в чем ты რაც нуждаешься, მათ ჭირდება. и то, в чем они შენ нуждаются. ცისავლი мисგან. И сам будешь учиться от და Него, ისინი и ცისავლიან они მისგან. тоже будут учиться. დიდება უფალს რომ მე ვისწავლე Слава სულიწმინდისგან მრავალი Господу, რამ. что я многому научился от Духа Святого. მრავალი კი არა, სულ ყველაფერი მისგან ვისწავლე. Я всему научился от Духа დიდება Святого. იესო ქრისტეს. Слава Иисусу Христу. ერთ შობის დროს Один раз во время Рождества ჩვენ ქონდა ხოლმე სკეჩებს გავდით ესე ეკლესიაში, რომ ღამე სკეჩები გვეჩვენებინა мы ეკლესიისთვის. ставили скетчи, чтобы церкви показывать სულიერი თეატრალური духовные представления.
და იმ театральные. დღეს როცა რეპეტიცია იყო, მე მქონდა ახალგაზრდებთან ლოცვით მსახურება. И в тот день, когда была репетиция, у меня было служение с და როცა молодежью, მივედი ეკლესიაში, молитвенное. И когда я пришел в ზოგი церковь, ახალგაზრდა გაქცეული დამხდა, некоторые из молодых, они убежали, ზოგი შეშინებული. некоторые были очень напуганы. და მე ვკითხე რა შეა საქმე. И я спросил, в чем дело. ჩვენ მქონდა ხუცესების ოთახი, სადაც У შევედით. нас была комната для пасторская მაგიდა комната, იყო ესეთი там был стол. და აქეთ ახალგაზრდები დაჯდნენ და მეც მათ შორის. Сели молодые, я тоже среди них. და ერთი ჩვენი ძმა დათოყვება. И один наш брат до того ჩვენ უნდა рассказывает, დაგვედგა შობის სცენა. мы должны были поставить сцену Рождества. და მე შემომთავაზე ეშმაკის როლი მეთამაშა. И ему предложили сыграть роль дьявола. მე ოთხარი კაცო, სხვა არაფერი როლი არ არისო, რომ ეშმაკის როლი არ შემომთავაზოთო? И я, говорит, сказала, что другого ничего, никакой роли нету, чтобы не это და როგორ была. ვაჩვენოთ ადამიანებსო, И они сказали, а как რომ людям სანამ ქრისტე показать, დაიბადებოდა, что до Рождества Христа, ეშმაკი როგორ ბობოქრობდა. как дьявол бушевал. და მე შემომთავაზესო ეს როლიო და მე ვთქი კარგიო. И ему предложили эту роль, и он ეს ძმა согласился. ჩემ წინ ზის და ამას ხვება. И этот брат сидит передо мной и рассказывает. და მეც იქ ჩვენი ძმა იყო ერთ-ერთი, რომელიც იამაჰაზე უკრავდა. И там был еще один брат, который და მან играл დაუკრა на ესე Ямахе. ბუმ ბუმ бум И სატანა вот მოდის რა. такую музыку как бы მას тяжелую მოსასხამი сыграл. მისცეს, რომ რაღაც სიტყვები უნდა ეთქვა, რომ Дали სატანა მოდის. ему как бы плащ, и у него были какие-то და слова. როცა პირველი ის დავამთავრეო, მეორე უნდა დამეწყო და ეს ბიჭი გაითიშა მაგიდაზე. И закончила одну, наверное, сцену, и должна была начаться вторая, и этот парень вырубился, отключился. მერე ძმამ დაამთავრა მეორემ, რომ თქვა, რომ სატანა შევიდაო, Потом второй брат Ратушио, сказал, что да, дьявол вошел в მას дато, ხმად შეეცვალა. и у него и Да, голос сахет изменился, и лицо изменилось. და ჩვენ ყველანი შიშის ზარი დაგვეცა ჩვენ И ყველასო. мы, говорит, все испугались. და ამიტომ ნახევარი ახალგაზრდები გაიქცნენ, რომ შიშისაგან. Поэтому половина молодежи убежала. მე მივედი ამ დათოსთან და უთხარი იესოს სახელით გამოდი მაგისგან მეთქი. Я подошел к дату и сказал, именем Иисуса выходи როცა из ეს него вон. არაწმინდა სული გამოვიდა მისგან, დაეჯახა ჩვენ დას იქით და გადააგდო მეორე მხარეს. И когда нечистый дух вышел, он как бы столкнулся с нашей сестрой, она упала. როცა დამთავრდა ეს სიტუაცია, ყველაფერი მე თქვეს, რომ ჩვენ რო გველაპარაკებოდი ამ საქმეებზეო, როცა ეშმაკები გამოდიან და ადამიანები თავისუფლებოდნენ, არა გვჯეროდაო, შენ რო И потом они გველაპარაკებოდი. сказали, когда ты говорил, что нечистые духи выходят, и Бог их изгоняет, мы, говорит, этому не верили. ჩვენ არა გვჯერავს, რომ სულიერ სამყაროში ვართ. Мы иногда не верим, что мы в духовном мире. ჩვენ არა გვჯერავს, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია. И не верим, что мы это можем. ჩვენ არა გვჯერავს Не და верим. ღმერთის სიტყვაზეც არ დავდივართ. И поэтому не ходим по Слову Божьему. რატომ ერთ წინა მოთხრობაში არ გამოვიდა არაწმინდა სული და მეორე მოთხრობაში გამოვიდა? რა სხვაობაა იმ Почему в მანძის შორის? одном случае нечистый дух вышел, а в другом случае нет? Იცით რა Какая შეა საქმე? разница? Знаете, какая როცა разница? ეძებ, Когда ღმერთი ищешь გაპოვნინებს. Бога, Бог дает найти. ყველა ნიჭები მოგვეცა ჩვენ უფლისაგან. И все дары нам даны от მაგრამ ის Господа. ყველაფერი ჩვენშია და მიძინებულია. Но это в нас, и оно как бы спит. ის მაშინ ვითარდება, И развивается როცა тогда, ჩვენ დავდივართ ღმერთის ситყვაზე. когда мы ходим по Слову Божьему. ჩემმა შვილიშვილმა წაიკითხა ადგილი, რომელიც მე ძალიან მიყვარს ეს ადგილი. И мой внук почитал слово, которое я очень люблю. ეს არის მათეს სახარების 5 თავის 44 მუხლიდან არის, И это 43 от მუხლიდან. Матфея с 5 главы, с 44 стиха.
თქვენ გსმენიათ რომ თქმულა შეიყვარე მოყვასი შენი და შეიზულე მტერი შენი. Вы слышали, что возлюби ближнего своего и возненавидь врага своего? ეს ადგილი გახსოვთ? Вы помните это место? მე კი გეუბნევით А я говорю вам, იესო ამბობს. Иисус говорит, მე კი გეუბნევით. а я говорю, მე კი გეუბნევით. а я говорю вам, მე კი გეუბნევით. а я говорю вам. მე კი გეუბნევით. И я говорю, ეს სიტყვები ჩვენთვის არის ნათქვამი. эти слова для нас сказаны. გიყვარდეთ თქვენი მტრები. Любите врагов ваших. ჩქარ არ წავიკითხავ ამას. Я не буду это быстро читать. გიყვარდეთ თქვენი მტრები. Любите врагов ваших. ეს არის საიდუმლო ღმერთისა. И это тайна Божья. თუ არ გიყვარს შენი მტერი Если ты не любишь своего და врага არ ლოცავ შენ მტერს, и не благословляешь своего врага, ღმერთის სიყვარული არ არის შენში. тогда любви Божьей нет в тебе. ღმერთის სიყვარულია. А Бог есть любовь. ამინ? Аминь. არა. ღმერთის სიყვარულია. Бог есть любовь. როცა გიყვარს, Когда любишь, ღმერთი შენში რჩება. Бог остается в შენ тебе, მასში რჩები. и ты в нем. როცა гиყვარს, Когда любишь, შენში ყველაფერი შეგიძლია. ты можешь все. რასაც ღმერთი ამბობს. Можешь все, о чем Бог говорит. ეშმაკების განდევნაც, ავანტყოფების Можешь განკურნა და изгонять бесов, можешь исцелять ამას შენ კი არ больных. აკეთებ. Это делаешь не ты. ღმერთი აკეთებს შენი მეშვეობით. Это делает Бог через тебя. შეუძლებელია მე განდევნო ეშმაკები. Невозможно, чтобы я изгонял იმიტომ нечистых ის духов, სულები არიან. потому что это духи. მაგრამ მე თუ მიყვარს, Но если я люблю, ღმერთი ჩემშია тогда Бог во და мне, ღმერთის სახელი მოქმედებს. и действует сила Божьего имени. ეს არის საიდუმლო. И это тайна. ეს დიდი საიდუმლოა. И это большая тайна. ამას უნდა ჩაკვირვება. Надо в это вникнуть. როცა გიყვარს შენი მტერი, Когда любишь своего врага, ის შენში რჩება და შენ მასში. Бог остается в тебе, и ты в Боге. და როგორ უნდა მიყვარდეს? И как я должен любить? მე მახსოვს ერთხელ ამ თემაზე ვიქადაგე Я помню, я проповедовал на эту და тему, არაერთხელ მიქადაგე ამ თემაზე. и я не раз говорил об этом. ერთხელ დიდ ეკლესიაში ვიქადაგე. Однажды я об этом говорил в Большой კიდე Церкви. დავამოწმე ამის შესახებ, Я засвидетельствую об этом. როცა ვიქადაგე ერთი ხნიერი და ჩემზე უფროსი მოვიდა. И когда я проповедовала, одна пожилая сестра пришла და ко мне. მითხრა, იცი ძმაო, შენ რომ Знаешь, მეუბნები, Ты мне რომ უნდა говоришь, მიყვარდეს, что я Чем должна империи? любить врага ის моего. ჩემი მტერი ეშმაკია. Этот мой враг, он дьявол. არა და ადამიანზე ლაპარაკობდა ამას. Но она говорила о человеке. მე უთხარი დაო რა გაწუხებთ მეთქი. Я спросила, сестра, а что тебя беспокоит? მე სუნ თქვა მიჭირსო Она сказала, что ей трудно дышать, და სიარული მიჭირსო. и ей трудно ходить. მე უთხარი გინდა განიკურნა. И я спросила, а ты хочешь исцелиться? მინდაო, Да. მაშინ უნდა აპატიო მეთქი. Тогда ты должна простить. ღმერთმა აპატიოსო. Пусть Бог простит. ღმერთი არ ამბობს Бог не говорит, რომ მე უნდა ვაპატიო. что Бог должен ღმერთი ამბობს простить. შენ უნდა აპატიო. Он здесь говорит, что ты должен простить. უნდა აპატიო. Ты должен простить. კარგი ვიპატიებია. Хорошо, прощаю. ეხლა მე უთხარი მეორე ნაბიჯია. А теперь второй шаг. ეხლა უნდა დალოცო მეთქი А ეს теперь ადამიანი. благослови этого человека. ეგ რა მითხარიო? Что ты мне сказал? მე უთხარი გინდა განიკურნა დაო. Сестра, хочешь исцелиться? ეცადე კაი სიტყვები იხმარო. Постарайся хорошие слова употреблять კარგი სიტყვებით დალოცო. и благословить хорошими რადგან ეს словами, სიტყვები მოგიბრუნდება შენ და შენვე გაკურნავს მე. потому что эти слова обратятся к тебе же вернутся. ჩემო ძვირფასო დებო და Мои ძმებო. дорогие братья и сестры, როგორც კი დალოცავ და как только эта сестра იმ благословила, წამსვე განიკურნა. она в ту минуту исцелилась. მაშინვე დავინახე რომ განიკურნა. И тогда я сам და увидел, მე что она უთხარი დაო გაიარე исцелена. ეხლა ვნახო მეთქი როგორ დაგება. А теперь, сестра, пройдись
გაფართოებული თვალებით я მიყურებს. нас расширенными словами, მეოთხარი ეს глазами არის, როცა смотрела. ღმერთის სიტყვაზე დადიხარ. И я сказала, это то, когда ты ходишь по Слову ღმერთის სიტყვაზე Божьему. სიარულს სასწაული მოყვება. И когда человек ходит по Слову Божьему, идут чудеса за этим. ჩვენ უნდა გავიაროთ ღმერთის Мы სიტყვაზე, должны ходить по Слову რომ Божьему, სიხარული მოვიდეს ჩვენს чтобы გულში. радость была в нашем ბერმა сердце. ჩვენთაგანმა სიხარული დავკარგეთ. Многие из нас потеряли радость. ხსნის სიხარული დავკარგეთ. Потеряли радость საუკუნო спасения. სიცოცხლის სიხარული დავკარგეთ. Радость вечной жизни ზეთის потеряли. მოქალაქეობა რომ მივიღეთ ეს И- სიხარული დავკარგეთ. И потеряли ту радость, что мы имеем აქ არიან гражданство ზეთის неба. მოქალაქეები. Здесь есть граждане неба. სულ ერთი და ორი კაცია, ამეტი არ არის. Всего раз-два и все. დარწმუნებული ხართ, რომ ჩვენი სახელი ჩაწერილია სიცოცხლის წიგნში? Вы уверены, что ваше имя записано в თუ книгу სიყვარული жизни? არ აქვს შენი მტრისადმი და მოყასისადმი, Если у тебя нету любви к ближнему и к врагу, დაუკვირდი შენ გულს. посмотри на свое როგორ сердце. ფიქრობ შენს გვერდზე მჯდომზე, შენს მეზობელზე, შენს თანამშრომელზე, რა გული გაქვს მასზე? Как ты думаешь, какое сердце у тебя на окружении твоих людей, как соседи? წევრი თუ Ты их აკურთხებ проклинаешь или შენ благословляешь? სულსებში აბა როგორ მოიხსენიე მას? А в твоих молитвах как ты их упоминаешь? ღმერთი ხო უყურებ ჩვენ გულს? Бог же смотрит на наше сердце. ღმერთი უყურებ ჩვენს გულს? А Бог смотрит на наше сердце. როგორი გული გაქვს შენ ჩემზე? С каким сердцем ты ко мне როგორი გული გაქვს შენ относишься? შენ მეზობელზე? А как ты относишься к своему соседу? როგორ გინდა რომ თქვა იესო ქრისტეს სახელით? А как ты хочешь сказать именем Иисуса? და გამოვიდეს სიყვარული შენგან და განკურნოს И ადამიანი. чтобы любовь от тебя вышла и Иисус исцелила говорит- человека. გარკვევით თქვა ჩემი სახელით. Иисус четко сказал именем როგორ моим. ჩვენ უყარხარ ღმერთს, Как тебя любит Бог, ისე მე უყარვარ. так и меня любит. როგორ ჩვენ уყარხარ ღმერთს, Как Бог любит тебя, ისევე ის შენი მტერი უყარს. так же Он любит твоего მოდი врага. გავაგრძელოთ ეს სიტყვა. Давайте სახში რო продолжим. იქნები წაიკითხეთ А აუცილებლად. когда будете дома, прочитайте. იფიქრეთ Подумайте. თქვენ მტრებზე, Подумайте о своих დალოცეთ врагах. ის ხალხი, აპატიე, Благословите, простите, დალოცე благословите და გაუში შენი ცხოვრებიდან. и отпустите из своей რომ დაიწყოს жизни, ღმერთმა შენი კურთხევა. чтобы Бог начал тебя благословлять. შეუძლებელია სხვანაირად გაკურთხოს ღმერთმა. Невозможно, чтобы Бог тебя по-другому შეუძლებელია შენი благословил. ბიზნესი ვითარდებოდეს სიძულილი თუ გაქვს გულში. Как будет развиваться твой бизнес, если у тебя будет ненависть в сердце? მე Невозможно. გიგეუბნევით თქვენ, А я говорю вам, დალოცეთ თქვენი მაწყევრები. благословляйте სიკეთე проклинающих вас უყავით თქვენს и მოძულეებს, делайте добро Да илოცეთ ненавидящим вас и молитесь за них. ვით თქვენ გავიწროებ და გდევნით. А те, которые притесняют и მერე იესო гонят вас, ამბობს რათა, чтобы, говорит Иисус, რათა чтобы იყო თქვენი ზეციერი მამის ძენი, ვისაც თავის ზე ამოხავს ბოროტთა და კეთილთა თავზე Быть და нами. წვიმას უგზავნის მართლებსად და უმართლოებსაც. Отца вашего Небесного, который возводит солнце для злых и для добрых, и дождь. თუ შენ შენი Если მტერი გიყვარს ты любишь своего და врага ლოცულობ მისთვის, и молишься за შენი него, სახელი ჩაწერილია твое სიცოცხლის წიგნში. имя записано в книгу жизни. ეხლა ახალი წლების წინ Перед Новым годом ჩემი ძველი მეზობელი გარდაიცვალა. умер мой старый сосед, ჩემი ტოლი იყო ის. мой ровесник. დაიძინა და Заснул არ გაუთენდა დილა. и не проснулся. ჩვენ ვინა ვარ დაზღვეული? А кто как бы застрахован, რო 300 წელს ვიცხოვრებთ. что мы будем 300 лет жить? ან მათუსალასავით 969 წელს ვიცხოვრებთ. Или 900 сколько-то лет? ან გინდა მაგდენი სიცოცხლე. И вообще, мы хотим столько жить? მე გეტყვით ამასინათ რომაელთა წერილს კითხულობდი. Я читал описание римлянам. საოცარი რამე აღმოაჩინა. Я обнаружил чудную. ჩვენი მემკვიდრეობა აღმოაჩინა. Я обнаружил наше наследие. საოცარი მემკვიდრეობა აღმოაჩინა Чудное კითხვის დროს. наследие. Я обнаружил во время чтения. მინდოდა რომ ფურცელზე გადმომეტანა, Я хотел это перенести на страницу, на მაგრამ იგივე бумагу, გადმოვიტანე. но не смог. საოცარი მემკვიდრეობა გვაქვს ჩვენ ჩემოძირკვასა. Чудное у нас რა наследие. თვალს არ უნახავს?
То, что глаз не Urs ar видел и smenია. ухо не слышало, და გონება ვერ ჩაწუდება. и не приходило в мыслях у человека. საოცარი მემკვიდრეობა გვაქვს ჩვენ Чудное უფლისგან. наследие во Христе. აი დღეს ზიარება გვაქვს. Сегодня у нас причастие. განა ეს სიყვარულის გამოხატულება არ არის? Неужели это не есть проявление любви? ქრისტე მოკვდა ჩემის გამო. Христос умер ради меня. როცა ჯერ კიდევ ცოდვილი ვიყავი. Еще тогда, когда я был грешником. ქრისტე მოკვდა შენს გამო. Христос умер из-за тебя. როცა ჯერ კიდევ ცოდვილი იყავი. Еще тогда, когда ты был Მას უყვარხარ შენ. грешником. Он любит тебя. და უნდა რომ მისი სიყვარული იყოს შენში. И Он желает, чтобы Его любовь пребывала в тебе. ჩვენ სიმღერა გვაქვს ქართველებს ესეთი. У нас у грузин есть такая песня. რაც მტრობას დაუნგრევიაო, То, что разрушила вражда, სიყვარულს უშენებიო. вот это построила любовь. იესო ერთი მცნება მოგვიტოვა ჩვენ И Иисус дал нам одну заповедь და გითხრა, и сказал: გიყვარდეთ ერთმანეთს. любите друг друга, გიყვარდეთ ერთმანეთს. любите друг друга. ჩემს მორწმუნეებს Мои верующие ეკნება ეს ნიშნები. будут иметь эти знамения. გიყვარდეთ ერთმანეთს. Любите друг друга. სიყვარულის გარეშე Без любви სასწაულების მოხდება შეუძლებელი. невозможно творить чудеса. შეიძლება გააკეთო რაღაც სასწაულები, Ты можешь сделать какие-то მაგრამ чудеса, ხვისი ძალით. но как бы другой силою. დიდება იესო ქრისტეს. Слава Иисусу Христу. მე განსაკუთრებით ბოლო მე-15 მუხლს ავიკითხავ. Я почитаю 15 стих. გველებს აიყვანენ, Возьмут змей, თუნდაც რაიმე სასიკვდილო შესვან, если даже что-то выпьют Аравнет. смертоносное, не повредит им, იმიტომ რომ უფალში ხარ, потому что ты в Господе, სიყვარულში ხარ. в любви. თუ არა ხარ, И если ты не в нем, გიყვარდეთ თქვენი მტრები. любите врагов ваших. სანამ ზიარებასთან მიახლოდები, Пока приблизитесь к причастию, შენ გულში თქვი უფალო მიპატიები ამ скажите ადამიანისთვის в сердце: Господи, я прощаю того და человека დალოცე ეს კაცი. и благослови того человека. ავანტყოფებს ხელებს დაასხავენ და განიკურნებიან ისინი. Возложат руки на больных, и они исцелятся. მორწმუნეები არიან აქ. Здесь есть верующие. იცით რაზე ელაპარაკი? Знаете, о чем речь? ავანტყოფებს ხელებს დაასხავენ და განიკურნებიან ისინი. Возложат руки на больных, и они исцелятся. მე მინდა ადგილი გაგახსენოთ იონეს წერილი მე-14 თავი. Я хочу напомнить вам от Иоанна 14 Иисус главу. говорит: «Მე Иисус мамაში говорит: ვარ, я в Отце, мама ჩემში, Отец во мне, მე თქვენში я в вас, და თქვენ и ჩემში. вы во мне. ღმერთი სიყვარულია. Бог есть любовь. ნახე შენს გულში რამდენი სიყვარულია. Посмотри, сколько любви в твоем сердце. თუ შენ გულში სიყვარულია, Если в твоем сердце შენ любовь, შეგიძლია ხელები დაასხა ნებისმიერ ავადმყოფს. ты можешь возлагать руки на любого და больного ნებისმიერი ავადმყოფობისგან განიკორნება. и исцелиться от любой შენ болезни. შეგიძლია უბძანო ეშმაკს და ისინი გამოვლენ. Ты можешь приказывать нечистым духам, и იმიტომ რომ они შენ კი არ выйдут. აკეთებ ამას. Потому что это не ты არამედ делаешь, ქრისტე რომელშიც но შენ ახარ. Христос, в котором ვინც ты. ქრისტეშია, Те, которые во Христе, ის ახალი ქმნილება. они новое творение. მე ამასინად ფიქრობდი, თუ მე ღმერთში ვარ, Я думал, если я в Боге, ღმერთი მჭამელი ცეცხლია. Бог есть огонь поедающий. თუ მე ღმერთთან ერთად დავდივარ, Если я хожу თუ მე вместе с სიყვარულში Богом, დავდივარ, если я хожу в ესე იგი любви, ღმერთთან ერთად დავდივარ. значит, хожу თუ я ღმერთთან ერთად с დავდივარ, Богом в любви. Если хожу с Богом, ესე იგი ადამიანები, ვინც კი შეპყრობილია, ან ავადმყოფებია, ღმერთის დიდება, რომელშიც მე დავდივარ, люди, которые больны или связаны, одержимые, и слава Божья, в котором я хожу, ის ანთავისუფლებს. эта слава Божья освобождает. და ეს თითოეული თქვენთაგანი შეიძლება იყოს. И это реально для каждого из ნუ вас. ფიქრობთ, რომ ეს აქ არ წერია ხუცესი, Здесь не ჩემი написано მორწმუნეებს пастырь, წერია აქ. здесь написано мои არ წერია верующие. ხუცესი, Не написано пастырь არც ეპისკოპოსი, и не епископ, არც დიაკვანი, и не диакон, არც არქიმანდრიტი,
и не кто-то другой. არც აღარ მინდა დავასახელო სახელი. ან ბაპტისტი, ან 50-იანელი, ან Баптист, კათოლიკე, ან пятидесятник, католик. არ წერია რელიგიებზე აქ. Здесь не написано о религиях. აქ ეკლესიაში რამდენჯერ დადიხარ, რამდენჯერ არა. И не написано, сколько ты ходишь, как часто ты ходишь в церковь или нет. ჩემს მორწმუნეს. Написано, верующий в меня, ჩემს მორწმუნეს. мой верующий. ვინ დადის ღმერთის სიტყვაზე, Кто ходит на Слове Божьем? ღმერთის დიდებას იხილავს. Кто ходит на Слове Божьем, тот и увидит славу Божию. დიდება უფალს. Слава Господу. მე არ ვიცი შენ ეძებ თუ არა ამას. Я не знаю, ты этого ищешь или нет, მაგრამ შენ თუ ამას პრაქტიკაში გამოიყენებ, но если ты будешь на практике это использовать, მე მეყოლება ჩემ გვერდზე ცხებული ადამიანი. рядом со мной у меня будет помазанный человек, მორწმუნე ადამიანი, верующий человек, რომლის მეშვეობით ღმერთის ძალა через გამოდის. которого сила Божья изливается. პროსორად ღმერთი გააკეთებს იმას, რაც აქ დაწერილია. Бог будет делать то, о чем здесь написано. დიდება იესო ქრისტეს. Слава Иисусу Христу. ჩვენ უნდა ჩავატარო ზიარება. Мы сейчас должны провести Зиарება служение არის хлебопреломления. განსახიერება ღმერთის სიყვარულისა. И это олицетворение любви Божией. ის მოკვდა ჩვენთვის. Он умер за нас. მე არ ვიცნობდი მას. Я его не знал. მან თვითონ მომძებდა. Он сам меня მე нашел. პირადად არ ვიცნობდი მას. Я лично его не знал. როცა მან მომძებნა, Когда он нашел меня, როცა ის შემეხო, когда он коснулся, ჩემი ცხოვრება радикალურად შეიცვალა. моя жизнь радикально კიდევ изменилась. ვიძახი ღვთის ситყვა არის ცოცხალი და მოქმედი. Я говорю, что Слово როცა Божие живо и ამაყობებთან действенно. დავდიოდი ხოლმე ხშირად Я когда часто ходила და ღმერთის в სიტყვას больны, ვეუბნეოდი, и я говорил Слово Божие, ღმერთის სიტყვა თვითონ ეკურნავდა. Слово Божие, оно само იმიტომ რომ исцеляло. ღმერთის სიტყვა და იესო ქრისტე ერთი და იგივეა. Потому что Слово Божие и Иисус одно и იესო то же. ქრისტე და მხსნელი ერთი და იგივეა. Иисус Христос и Спаситель одно и то იგი же. იხსნის ქვეყნიერებას მათი И ცოდვებისგან. Он спасает весь этот мир უფალი от იესო их ჩვენი грехов. მხსნელია. Господь Иисус Христос наш მე არ Спаситель. ვიცი ხვალე რა იქნება. Я не знаю, что будет მე завтра. ვიცი რომ აქვს საუკუნო Я სიცოცხლე. знаю, что у меня есть жизнь вечная. როცა მიყვარს ჩემი მტერი, Когда я люблю моего როცა врага, მიყვარს ჩემი მოყვასი. когда я люблю моего ესე იგი ближнего, მე მიყვარს ჩემი უფალი это означает, что я люблю моего და მის Господа. ცნებებს ვასრულებ. И я исполняю Его заповеди. ესე იგი მიყვარს ჩემი უფალი Я люблю моего და Господа, ის ყოველთვის ჩემთან არის, и Он всегда со мной. რადგან ღმერთი Потому что სიყვარული Бог არის. есть любовь. მოდი ყველამ ერთად ვთქვათ. ღმერთი Бог სიყვარულია. есть любовь, скажем. დიდება იესო ქრისტეს. Аминь.